გარანტირებული. პირველი მასშტაბური ნახევარ მარათონი საქართველოში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარბენმა სტარტი დღეს 10 საათზე აიღო. მასში 800-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობდა. ფინიშის ხაზი პირველმა დავით ხარაზიშვილმა გადაკვეთა. მას მოყვნენ ჯეირან ხოფერია და თემურ ბაიკევი. მარათონის საქველმოქმედო და შემოსული თანხა ფონდ იავნანას გადაერიცხება. ჩვენ მოვედით ჩვენი 4 ოჯახით, 2 ოჯახი არის თბილისიდან, ერთი რუსთავიდან და ერთი კასპიდან. ამ ოჯახებს ძალიან ჭირდება ჩვენი თანადგომა, არის მრავალშვილიანი ყველა მათგანი და მე მგონი ესეთი ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვასთან ერთად ესეთი კესიკეთე და ქველმოქმედება დანერგა დღეს ჰაიდელბერგ ცემენტმა. შეიძლება ითქვას, რომ უპროცედენტოდ მოულოდნელად მაღალი იყო აქტივობა მონაწილეთა, ასევე მოულოდნელობა იყო ის დიდი ოდენობა, რამოდენიმე ასეული ადამიანი, რომელმაც შეძლო და ფინიშამდე ირბინა ეს 21 კილომეტრი. კარგად ვიყავ მომზადებული. გამიჭირდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც მოვახერხე და გავიმარჯვე. გული იყო და თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების წევრები გამოდიოდნენ, ძლიერი ბიჭები. მადლობა ჰაიდელბერგ ცემენტს, წლეოსნობის ფედერაციას და ესეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება.